შემოვა თქვენს ცხოვრებაში, მოდით ეს თემა განვიხილოთ. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი, გაითვალისწინეთ. შევეხოთ მას ასე. დავიწყებ იქიდან, რომ ორი ადამიანი გვყავს. ერთი, რომელსაც უკვე მშვენივრად იცნობთ და მასთან ურთიერთობის მწარე გამოცდილებაც გაქვთ. ის, ვინც არც მიდის თქვენი ცხოვრებიდან და არც მოდის, ის, ვინც თავს მაინც არ განებებთ, როცა უკვე მზად ხართ, რომ თქვენი ცხოვრება დაალაგოთ, ზუსტად მაშინ ჩნდება. ისიც თითქოს აგენტები ჰყავდეს ირგვლივ, სანამ სხვასთან გაგექცევა, მიხედეო, აი ესეთი რამე რო წარმოიდგინოთ. ხო და ისიც ჩნდება, რაც თავისთავად გიცოცხლებთ ყველა იმ თითქოს და მივიწყებულ ემოციას. გადაგდით სისუსტეში და აძლევთ კიდეც დაბრუნების შანსებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყოფილი დააპირებს დაბრუნებას იმ იმედით, რომ ისევ შეძლებს თქვენს დაყოლიებას. ახლა რაც შეეხება მეორეს, ეს სიახლეა, ჯერ არ იცნობთ მას სათანადოდ, თუმცა მიმოწერა ჯერ თუ არ დაწყებულა, მალე დაიწყება თქვენ შორის და ძალიანაც მოგეწონებათ, რომ იცოდეთ. საინტერესოდ გამოავლენს თავის თავს. განსაკუთრებით ხაზს გავუსვავ მის დახვეწილ იუმორს. მას შეუძლია თქვენი გაღიმება. თავიდან გეგონებათ, რომ მას თქვენთან მხოლოდ ვნება და ლტოლვა აკავშირებს. თუმცა სულ ასეც არ იქნება. დრო გაჩვენებთ მის ზრახვებს, რასაც მარტივად მიხვდებით წინა ურთიერთობის გამოცდილებიდან. ასაკობრივი სხვაობის ალბათობაც დიდია, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თავს წაართვათ გახალისების მომენტი, რომელსაც ეს პირი ხშირად შეგიქმნით. არჩევანი გექნებათ ის, რაც გექნებათ ყოფილსა და ახალს შორის. რაც თავისთავად თქვენი გადასაწყვეტი იქნება, რა თქმა უნდა. თქვენ როგორადაც გული გიკანახებთ, სული გიკანახებთ, როგორადაც ხედვა და ასე შემდეგ, იმის მიხედვით მოიქცევით კიდეც. მაგრამ ეს ორი პირი ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული თქვენ შემთხვევაში, ვინც შემოვა უახლოეს პერიოდებში. მე წარმატებებს გისურვებთ ინდივიდუალურად, WhatsApp-ზე მწერთ 55 7 16 73 53. ოღონდ მწერთ და არ მირეკავთ, ძალიან გთხოვთ.